გამარჯობა, ეს არის აზროვნების სახელოსნო, მე ვარ გიორგი ბარამიძე და განვაგრძობ საუბრებს აზროვნების შესახებ, როგორც წინა საუბარში გითხარით, ეხლა მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი აზრის შესწორება, აზრში შესწორების შეტანა, ხო, აზრის ჩასწორება იმ მიზნით, რომ ის უფრო მორგებული გახადო იმ მიზნებისთვის, იმ მიზნებზე, რომლის განხორციელებასაც ცდილობ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაღაცა ესეთი ტერმინი კი არსებობს, ეხლა ვიტყვი ეხლა ამ ტერმინს და ამისთვის ალბათ ეხლა ბოდიშის მოხდაგი არ მომიწევს ალბათ, იმიტომ რომ ეს მეცნიერული ტერმინია, რა თქმა უნდა, და ესე იგი ინსტრუმენტული რაციონალიზმი, აი მე ეს ამაქვს ეხლა მხედველობაში, ანუ ორი უცხოური სიტყვა ვთქვი და ამიტომ ცოტა გამომდინარე ჩემი შეპირებიდან, რომ მე ამ საუბრების დროს თავს შეძლებს დაგვარად ავარიდებდი, ასე ვთქვათ. ეგრეთ წოდებული სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებას, მაგრამ ეხლა რატომღაც ჩავთვალე საჭიროდ დამჭირდა ეს ინსტრუმენტი ხელსაწყოა, ხო, და რაციონალიზმი გონიერებაა, ხო, ანუ რაღაცა ისეთ გონიერებაზეა საუბარი, გონებაზე, ისეთ გონიერებაზე, ისეთ აზროვნებაზე თუნდაც, ხო, ისეთ აზრზე არის საუბარი, რაციო ეს გონება und ლათინური ეს სიტყვა, ხო, რაციო. და ესე იგი, ეს გონების გამოყენება, ანუ ცხოვრებისეული მიზნების გამოყენება ყოველდღიურობაში. ეს ახლა მეცნიერები რო იყენებენ გონებას, ეს სხვა არის, ხო, დაუშვათ. აზროვნები, სპეციალურად ამ საქმისთვის გაჩენილები, თუ დაოსტატებულები ამ საქმეში, თუ ისეთები, რომლებსაც გონია, თუ გონია, რომ ჩვენ ვფლობთ რაღაცა დაუშვათ გავს ინსტრუმენტს, მაშინ როცა შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მოჩვენებითი, ხო? და აი ამ შემთხვევაში თუ ისე ასეთ ტერმინს გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება აზრი რაღაცის მიხედვით ჩასწორდეს. თუ ეს არის აზრი, დაუშვათ, აი ყოველდღიური აზრი ყოველდღიურობაში არის, დაუშვათ, ეს რაციონალური ინსტრუმენტი, ხო, რაციონალობის ინსტრუმენტი, ან გონიერების ინსტრუმენტი, მაშინ ალბათ წინას არ უნდა ვიცოდეთ ის რა არის ეს გონიერება, ეს რაციონალიზმი რა არის, ხო? და თუ აქედან რაღაცა გადაუხვევს, ის მცდარი იქნება, ხო? და თუ არ გადაუხვევს, მაშინ ის სწორი იქნება. ნუ ეს მე მგონი მაინც ძალზე დაშორებულია იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ეხლა მე ვიმყოფები და ჩემი შიდა სამყარო იმყოფება, ასე ვთქვათ, ხო? ეს აზრი შეიძლება თავისთავად იყოს ჩემი მეს, ჩემს ერთ-ერთ მეს ამაზე კონდეს პრეტენზია და ის დაუშვათ სხვა ჩემს მეებთან იყოს პაექრობაში, ეპაექრებოდეს იმათ, რომ აი აზრი ეს არის და ესე იგი ჩვენ უნდა ვისწრაფოდით იქეთკენ, რომ აი ეს ასე ვთქვათ ამის ხორჩესხმა მოახდინოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მაშინ ეს მიგვიყვანს ჩვენს მიზანთან, ხო?
ამ ტერმინს რომელიც ვახსენებს ამას თავისი ავტორი ყავს ხო ეხლა მე აღარ ვიტყვი ვინ არის მისი ავტორი იმიტომ რომ ეს კიდევ რაღაცა დამატებითი განმარტებების საჭიროებას მოითხოვს და საუბრის ასე ვთქვათ რაღაც კალაპოტიდან ამომაგდებს ასე ვთქვათ რა ხო ამიტომ აქ თავშევიკავებ და საერთოდ აზროვნება არის თავშეკავება ხო თავი შეიკავო რაღაცეებისგან აი ეს არის აზროვნება ხო და როცა თავს არიკავებ თავს არიკავებ მაშინ ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ არ ხარ თავშეკავებული ანუ რა გამოდის რომ არ აზროვნებ ხო ამასაც ახლა ერთი ჩემი მე საუბრობს ასეთ რაღაცას რომ მოგზაბოლოს ახლა უკვე ჩვენ ვართ მე მგონი იმ მდგომარეობაში მოსულები რომ ახლა თქვა ასეთი ამბავი რომ ეს მეებზე ლაპარაკი დაუშვათ რაღაცნაირად აი შუალედური ასე ვთქვათ შეჯამების რაღაცა სახით რომ გამოვხატო ну მე ვიტყოდი ახლა ამასაც ახლა რაღაცა მე ამბუჩებში რა თქმა უნდა ეს მე შეიძლება ახლა იყოს თავარი მე ანდა ისეთი მე რომელიც იჩემებს რომ იმ სხვა მეებს შორის ეს არის თავარი და ის ამბობს რომ მე არ არსებობს საერთოდ არსებობა არ არსებობა აქ არ არის გადამწყვეტი და თავარია და უშოთ ასეთ რაღაცას მეუბნება რომ მე კი არ არსებობს არამედ მე მეობს და მას მეობის მეტი არაფერი არ უნდა მისი არსებობა ფრჩხილებში ვარფრჩხილებში მისი არსებობა ეს არის იმავდროულად მისი არარსებობა ანუ აზრი არის ის რაც თან არსებობს თან არ არსებობს ეხლა ამით რა თქმა უნდა მდგომარეობა ჩვენი მდგომარეობა კი არ გაიოლდა და შემსუბუქდა არამედ უფრო რაღაცა უფრო დაიძაბა ხო რა არის ახლა რაღაცა ჩემში ისეთი რომელიც არც არსებობს იმავდროულად ესე იგი არსებობს ხო მაგრამ იმავდროულად არსებობა და არარსებობა არ არის ის რაღაცა მახასიათებლები რომლითაც მე შემიძლია აზრი ასე ვთქვათ აღწერო ხო პრინციპში აზრი აღუწერელია იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ ეხლა არსებობს არ არსებობს აი ამის გამოხატულება არის აი ეს სიტყვა ხდება აზრი კი არ არის არამედ აზრი ხდება და ხდება იმას ნიშნავს რომ ის ყოველ ჯერზე ხდება და ხდება ბევრგან უამრავგან და უამრავჯერ უთვალავჯერ ხდება ხო აი რო წარმოვიდგინოთ რომ აი ციცინათელები ყველას ალბათ ვინახავს რომ ზაფხულის ღამეებში ხო აი დაუშვათ რაღაცა უთვალავი ციცინათელა რო წარმოიდგინოს ადამიანმა აი რაღაცა ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ციცინათელებს რო დავაკვირდებით ნახავთ რომ ისინი ესე იგი ანუ ის შუქი რომელსაც ის ასხივებს ხან ინთება ხან ქრება ხო იგივე შეიძლება თქვა დაუშვათ მოვიყვანოთ იგივე მაგალითი მე ტექნიკის სპეციალისტი არა ვარ მაგრამ მე მინახავს ტელევიზორის ეკრანი რო ითიშება დაუშვათ და აი რომ ჯერ კიდევ არის დენი და ბოლომდე არ არის გამორთული დაუშვათ ხო იქ პირველად რომ დავინახე ძალიან გამციფრდი ისე იგი ვნახე რომ ეკრანი რომელსაც მე ვუყურებ ეს ეკრანი არის ერთიანი ერთგვაროვანი გლუვი ხო და სინამდვილეში თურმე რა ყოფილა ეს ყოფილა რაღაცა უამრავი ნატურა რომელიც ინთება და ეს ქმნის ეკრანის მთლიანობას რა ახლა მე ჩემი აღწერა რა თქმა უნდა არის პროფანული
უბირი ადამიანის მიერ გაკეთებული, ამიტომ ამას სპეციალური ცოდნა უნდა, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ხო? და უცნაურად გამოიყურება ისიც, რომ აზროვნება ჩვენ დაუკავშირეთ თვალს და არა ტვინს, მაგალითად, ხო? მაშინ როცა ეხლა ამ დონეზე, რა დონეზეც მე ვყოფები, ანუ უბირი, პროფანი და უშუალოდ ყველაფერი შემიძლია ჩვენ თავს ვუწოდო, იმიტომ რომ ერთი მე არ მომცემ, ერთ-ერთი მეთაგანი არ მომცემს მე საშუალებას, რომ ჩვენ თავზე აი ასეთი რამეები არ თქვა, ანუ არ გავაკრიტიკოს საკუთარი თავი, ხო? იმიტომ რომ ის კრიტიკოსი მეა, ხო? იმიტომ რომ მას მოვადგეთ არ აკმაყოფილებს არაფერი, რაც უშუალოდ ის ახლა გამოთქმასაც მე ვცდილობ, ხო? და საბოლოო ჯამში ისე იგი ეს აი უფრო სხვა მაგალითიც რომ მოვიყვანო, მაგალითად აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მთაწმინდაზე ღამით, ხო? და უყურებთ გაკაშკაშებულ თბილისს და განსაკუთრებით მთაწმინდასთან რა კი მის თირშივია და ახლოს არის იქა ავლაბარს, ხო? ეხლა ეს ზოგიერება ზოგი მე ამბობს და ერთი მე და უშუალოდ რომელიმე ამბობს, რომ აი ზოგიერება ეს არის რა, ზოგიერება სინათლეა. გაკაშკაშებული თან კაშკაშა სინათლე, ხო? და თუ ეხლა ვინმე ავლაბარში ცხოვრობს და უნდა რომ თავისი სახლი დაინახოს, თავისი ეზო დაინახოს, რომელიც ამ საერთო სიკაშკაშეშია ჩაბმული და ჩართული, ხო? მაშინ ვინმე შუქი უნდა გამორთოს იმ ეზოში და იმ სახლში. და აი უკვე ჩაბნელებული წერტილი იქნება ის, რასაც ამ შემთხვევაში ესა თუ ის მე თუ ესა თუ ის პირი ესწრაფვის, რომ მან გამოარჩიოს, დაინახოს ის რაც არის თავისი, ხო? თავისი საკუთარი. ასევე არის აზრის შემთხვევაშიც, ხო? თუ ცნობიერება არის სიკაშკაშე და სინათლე, ხო? რა თქმა უნდა, და თან ისეთი სინათლე, რომელიც ანუ შეუმჩნევლად ქრება და ინთება, ისე რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ეს როდის ხდება, იმიტომ რომ ის დაუშვათ აი არ ვიცი რამდენად მათემატიკურად ეს სწორია, მაგრამ აი მე მილიონედი წამიჭირდება ჩაქრობა ანთებას, ხო? მაგრამ ამ შედარებიდან ერთი რამ უშუალოდ შეიძლება სხვა მეებიც ამ ერთმა რამ დააკმაყოფილოს სახელმწიფო რიმან, რომ თუ აზრი დაკავშირებულია თვალთან, ხო? თვალი სინათლესთანაა დაკავშირებული, ხო? და ბუნებრივია, რომ სინათლესთან რაღაცა კავშირი უნდა კონდეს აზრს, ხო? აზრს. ან უნდა იყვნენ რაღაცა ერთნაირი ბუნებისანი, ან სინათლე შეიძლება იყოს ფონი, რომელზეც აზრი ჩანს და ასე შემდეგ, ხო? ან იბადება აზრი, ხო? იბადება, ან გამოჩნდება, დაფარულობიდან გამოვა, ანუ ხილვადი გახდება, უხილავი აღარ იქნება, ხო? და არ იქნება ისე, როგორც აი წინა საუბარში თქვი, რომ აი აზრმა, ანუ თვალმა და ხედვამ იცის უხილავი, ანუ ვიცის, რომ რაღაცა არის უხილავი. ამის მეტი მან არაფერი არ იცის, ხო? მან იცის, ის ხედავს, უხილავს, რომ ის არის უხილავი. მაგრამ მასში არ შეესლება, არ აქვს საშუალება, რომ შევიდეს უხილავში და იქიდან რაიმე გამოიტანოს, ხო? ინფორმაცია შეტყობა გამოიტანოს, იმიტომ რომ აზრი ქართულად ასე არის განმარტებული, რომ მცირე რამ შეტყობა. შეტყობა ეს კიდევ ისეთი ამბავია, რომელზეც ისე შეიძლება
ბევრი საუბარი შეიძლება, ხო? ამიტომ აქედან ჩანს რომ აი ასეთი აზრი რომელიც ხდება, ინთება და ამას ისე ხდება ეს რომ ამას თვალს ვერ მოკრავ, ვერ გათვალისწინება ეს ერთი კიდევ ესეთი არსობრივი სიტყვა ქართული თვალწინ ანუ მოყვანა რაღაცის, ხომ? აი ერთ-ერთ საუბარში ვქონდა ჩვენ ამის შესახებ ვახსენეთ ეს ვითარება, ისე იგი რომ ახლად ამ ნაკადში, რომელიც უსასრულო ნაკადია და მიედინება და ამ დინარებაში ესე იგი ვერაფერს ვერ მოიხელთებ, ანუ იქ შეიძლება ამ სიტყვით ვთქვათ, ანუ ვერ გაითვალისწინებ, ანუ თვალწინ ვერ დაიყენებ, ვერ შეაჩერებ, გარდა ვერ შეაჩერებ, თუ მას ფოტო არ გადაუღე, თუ მისი გამოსახულება არ შექმენი, ხო? და ამის უნარი ნამდვილად აქვს ჩვენ ცნობიერებას, ხო? ეს კი არა და ცნობიერება მარტო ფოტოგრაფი კი არ არის და ფოტოებს კი არ იღებს, არამედ ფილმებსაც იღებს, ხო? კადრებს, ასე ვთქვათ, იღებს, ხო? და შემდეგ უკვე შეუძლია ეს დაატრიალოს, უშუალოდ ცნობიერების ის ფუნქცია ჩართოს, ხო? რომელიც შესაძლებლობას იძლევა გადახვევის, ანუ ამას ყველაფერს გადაახვევს და გაიმეორებს, ხო? და გამეორება სწორედ გამეორება შეიძლება იყოს აზრის შესწორება, ოღონდ არა რეალურ, არა ნამდვილ სამყაროში, არამედ იმ სამყაროში, რომელსაც ქვია თითქოს სამყარო. ეს აზრი კი არ არის, არამედ ეს თითქოს აზრია. ეს ახლა კი არ არის ის ახლა, რომელმაც ჩაიარა და წავიდა სამუდამოდ და ვიდრე დროის მანქანა არ გექნება და ამას არ დაატრიალებ უკან, ხო? მანამდე ის წასულია ან გადასულია წარსულში და იქ სადღაც ადგილი აქვს, ანუ თუ შეიძლება ასე ითქვას, წარსულში სადღაც არის ადგილი, არის ადგილი, რომელსაც ბევრი რამე ტკივა ის რომ ის წარსულია და ის ვერ დაბრუნდება უკან, ხო? და ამიტომაც არის რომ ამ წარსულთან ყოველთვის არის დაკავშირებული ტკივილი, ხო? ტკივილი, ჩვენ ტკივა ის რომ იმას უკან ვერ ვაბრუნებთ, ხო? და ათასნაირი რაღაცა ხერხი ცდილობთ ეს დავაბრუნოთ და მათ შორის ვაგებთ უზარმაზარ სრა სასახლეებს, რომელსაც ვარქმევთ, აი აზროვნების სასახლე, ხო? აზროვნების რაღაცა ქვიან იმპერია თუ რა ვიცი რა, რომ აი გამდიდება რაღაცა რიტუალებს ვიგონებთ, რომ აი ეს რიტუალები უნდა შევასრულოთ, ანუ წესჩვეულებები უნდა ამოქმედოთ და მერე შეიძლება გამოგვეცხადოს ის თუ რა არის ის აზრი, ან და გამოგვეცხადოს ის თუ როგორ უნდა მოვატყუოთ ჩვენი თავი და სხვები, რომ ეს აზრია, რაღაცა დიდია, ხო? მაგრამ მეორე მხრივ არის მეორე ამბავი რა, რომ შეიძლება ასეთი ტენდენციად შევნიშნოთ, ანუ ასეთი ვითარება, რომ ანუ როგორც აი სწრაფი კვების ობიექტია, ხომ? ანუ სწრაფი აზრის ობიექტები შეიქმნას, ხომ და იქნება კიდეც, აი პატარ-პატარა ისინი გაჩნდა წარწერები მრავალბინიანი სახლების პირველ სართულებზე თუ მეორე სართულებზე, მოედოეს მთელ ქალაქს, მთელ თბილისს, ხომ? რა სარკმლებიან, რომ აქ რაღაცა პოზიტიური აზრია, იქ შემოქმედებითი, იქ ვიზუალური და გიჩნდება სურვილი დაუშვათ ადამიანს, რომელიღაც მეს უჩნდება სურვილი შეირვინოს, წაიაზროს რაღაცა და შეუჩერებლი მერე გამოვიდეს და გასწიოს, ანუ გაეშუროს იქით საითაც ქონდა აღებული გეზი,
ხომ? ანუ დანაყრდეს აზრით, ხომ? როგორც აი, მაგრამ ასეთი დანაყრებაზე შეიძლება ვთქვათ, რომ დაუშვათ როგორც სწრაფი კვების ობიექტებს აქვს თავისი უარყოფითი მხარე, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ მე არა ვარ მისი მომხმარებელი და მე ამას ვერ ვიტყვი ჩემი გამოცდილებით, მაგრამ ამბობენ რომ ის ბევრ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის. ასევე შეიძლება ქმნიდეს სწრაფი აზრის ობიექტი ჯანმრთელობის პრობლემას, ხო, სულიერი ჯანმრთელობა იგულისხმება და ასევე აზროვნების სრა სასახლეებიც სხვას არაფერს არ ემსახურებოდეს, თუ არა იმას, რომ რაღაცა ბიზნები, რაღაცა სურვილები, მოდი მე ბიზნეს არ ვიტყვი სურვილები დაიკმაყოფილონ, ხო? მომავალი საუბრის თემა იქნება, მინდა შემოგთავაზოთ, აზრი და გამოსახულება. მადლობა.